28 ნოემბერი საღამოს 7 საათი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის თავზე მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას გამართავენ. ჩვენ აქ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე გამარჯვებამდე. განაცხადა ლევან ჯობავამ აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთობლივ განცხადებაში. ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე კი პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა განცხადების ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელიც მათი მტკიცებით ბრიუსელში დაიწერა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ტექსტი ისედაც საჯარო იყო. კახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, მასზე ძებნა გამოცხადდება. პროკურატურამ ექს-პრემიერის წინააღმდეგ ჩორჩანას საგუშაგოსა და 20 ივნისის საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ დაიწყო. კახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოცნების წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ყოფილი პრემიერის ექსტრადირებაც მოითხოვენ. C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები დროებით შეჩერდება. ევრონიუსი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღო. ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მათ საწარმოს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. აფეთქების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.